აზარტული თამაშები არის ძალიან მავნე, სირცხვილიც არის ხა ამ თემის გაშლა რა. რასაც მინდა, იმაზე დავაფიქსირებ. ორი კვირაა გავიგეთ, რომ ანუ მეოთხე სეზონი გადაწყდა მაინც და დამტვიცდა რომ იქნება და ვიცოდით რომ რაღაცნაირად უნდა ყოფილიყავით ამ სერიალში რა. დაგვირეკეს მე ბექას და გიგას და გთხოვეს რომ მისულიყავით ანუ ფილმ ესაილუმის ოფისში, სადაც ხდებით ხოლმე რეალურად, სადაც გვაქვს ხოლმე ამაზე საუბარი, სადაც გეგმავთ მე რა უნდა გავაკეთოთ ზაფხულში რა. არაფერი მივედით და ანუ ჩვეულებრივად გითხრეს რომ მეოთხე სეზონში არ ვიქნებოდით. ძალიან ჩვეულებრივად მივიღეთ, არ ვიქნებით, ვა კარგი, ნუ რას აპირებთ, როგორ აპირებთ რაღაცა და ძალიან დამწუხრებულებმა გითხრეს რომ ეს კრისტალ ბეთმა მოთხოვა. ანუ იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ დავარღვიეთ, რაღაცა თითქოს რომ ანუ რაღაცა ადამიანურ დონეზე დავარღვიეთ, კონტრაქტთან არაფერი შუაში არ საერთოდ ნახსენები არ იყო და არც გვაქვს არანაირი კონტრაქტი. არც კრისტალ ბეთთან და ფილმ ესაილუმთანაც გასულია ჩვენი ვალდებულებები რა. რას გულისხმობდა ვერ მივხვდი საერთოდ. ანუ იყო საუბარი ამ სლებეთი ჯი რა. ეს არის ჩვენი პარტნიორი ლაშასი, ჩვენ რაღაცა პროექტი გვაქვს YouTube-ზე და ჩვენი პარტნიორია ლაშა. TikTok არხი არის რაღაც იუმორისტული სლებეთ ჯი, ვითომ რაღაცა ტოტალიზატორი. მოვიდა, რას ფიქრობთ? აზარტულ თამაშებზე ზოგადად როგორც პრინციპზე, რომელიც არის მავნე და არ ვიცი ამის სინანული არ გვაქვს არც ერთს, ანუ დანაშაულსაც ვერ ხვდები რა არის ამაში, საერთოდ ვინმეს თუ სხვა აზრი აქვს, მაგასაც ვერ ვიგებ, ანუ აზარტული თამაშები არის ძალიან მავნე ადამიანის ფსიქიკისთვის და ეხა იმდენად არის რა სირცხვილიც არის ხა ამ თემის გაშლა რა. ძალიან მეინსტრიმული აზრია ჩვენ ქვეყანაში არ არის, მარტო სოფლიოში გავრცელებული არის ესე რომ აზარტული თამაშები არის ძალიან მავნე და არ ვიცი რა ამბიციას ქონდა ადგილი თუ რა შურიზიებას რომ მაგის გამო ანუ ეგ არის ყველაზე დამამცირებელი ჩვენთვის რომ ეგეთი რაღაცის გამო ანუ იცი არ იქნებით აქ და რაღაცა დავისაჯეთ თითქოს და რა ვიცი არ გგზნობ არანაირ სინანულს სიმართლე რო გითხრათ ანუ გაკეთებულზე და გონია რომ რა ვიცი ყოველთვის მაგას ვიტყვი რა ვადებულიც ვარო თქვა ძალიან ცოტა ადამიანი შემეპასუხა რომ მაინც რომ დაგერეკათო და რაღაცა გეკითხათო და ანუ საერთოდ ვერ მივხვდი რა შუაში ვისთვის რა უნდა დამერეკა ანუ მე თავისუფალი ადამიანი ვარ მე მსახიობი ვარ თავისუფალი დევი ბიბლიაშვილი მე რასაც მინდა იმაზე დავაფიქსირებ მე მით უმეტეს რომ არანაირი კონტრაქტი არ მქონია რომ აი რაღაცა არ ვიცი იმ კონტრაქტშიც არ მიწერია რომ რაღაც მე შეიძლება კონკურენტთან არ შემეძლო წასვლა რამე გადაცემის ანუ რამე რაც მათი დასპონსორებულია ეგეთ რაღაცა პროექტში მონაწილეობა მიმეღო ეგეც გარკვეულწილად ეკრანიზაციიდან რამოდენიმე თვე იყო რა ანუ როდესაც გადავიღეთ გამოვიდა ეკრანიზაცია და იმის მერე გავიდა 2-3 თვე მე თავისუფალი ვიყავი მათგან ყველანაირად რა და იმ კონტრაქტშიც არ ეწერა არაფერი მაგდაგვარი რომ რა ვიცი აზრის დაფიქსირება არ შემიძლია ზოგადად აზარტულ თამაშებზე რა თვითონ აზარტული თამაშები ჩემთვის ანუ რა როგორც თქვი ანუ არის ზუსტად ეგრე რა არის პრობლემა ადამიანის ფსიქიკისთვის და საერთოდ ცხოვრებისთვის რა ძალიან დაბალი პროცენტი თუ ახერხებს იმას რომ გაერთოს და ამას სხვათა შორის იმ სლებეთის რაღაცა ის ეგრე იწყება რომ მე შემილია 2 ლარი წავაგო 5 ლარი 20 ლარი მაქსიმუმ მაგრამ ისე არ გინდათ ეგრე რა 95% ანუ რაღაცნაირად შეპყრობილი ხდება ამ ყველაფრით და არა ისახება ისე და ჩვენ გაჭირებულ ქვეყანაზე კარგად ეხა მეორე საკითხი არის მარკეტინგულად როგორ განკარგავენ ისინი ფულს შეუძლიათ რაღაცა კარგი რაღაცები საერთოდ არ დაასპონსორონ და ასპონსორებენ ეხა არ ვიცი ამას რამდენად მივესალმები ჩემი ქვეყანა გაჭირებული არის სამწუხაროდ და ანუ რა ვიცი ეროვნული ლიგის სპონსორი არის კრისტალბეთი და აჭარა არენა ქვია იმას რა ქვია ბათუმში არენას და ნუ აი რა ვიცი ეგ გონია რომ ცოტა ბევრია და გადაჭარბება არის და ფინანსურ სტაბილურობაზე და მსახიობი ეს როგორც ჩაბარების დღიდან ვიყავით გაფრთხილებული ამაზე რომ ეს არ იყო ჩვენი მთავარი რაღაცა კოზირი და ფიშკა ესე ვიტყოდი რა ანუ ფული ამ საქმეში რა ვიცი ისი არის მაგრამ მე სახელმწიფო თეატრს წარმოვადგენ და ანუ იქაც ეხა ჩემო თეატრმა იმდენი რაღაცები გაიარა, ანუ ძალიან მე მგონია ძალიან უსამართლოდ მოხსნეს. ჩვენ მე ვინც მიმიღო თეატრში, ვისთან ერთად 13 წელი გავატარეთ, ვინც ძალიან ბევრი ბრძოლა და ძალიან ბევრი საინტერესო თავგადასავალი გავიარეთ ერთად, რაღაც პოლიტიკური რაღაცების გამო ის რაღაცნაირად მოხსნეს, რაც ჩემთვის მიუღებელი არის. ჩვენი თეატრის მსახიობი დაიჭირეს და ვეცადეთ რომ მაინც მოლაპარაკებით, ხელმოწერებით რაღაცა იმაზე წამოგვიყვანა მოლაპარაკებაზე სახელმწიფო რომ იქნება გამოეჩვათ ეს ადამიანი და ამას მოყვა მე აი ამ ხელა პროცესები რა მე მოგეხსენებათ გახსოვთ ბანერის ამბავი იქიდან ნახევარი ჩემი მეგობრები წავიდნენ და არ ვიცი არის დიდი გაურკვევლობა რა ჩემთვის ეს თეატრი უკვე რა ვიცი დანგრეულია ფაქტიურად რა ბონუსურ სისტემაზე ვიყავით აი რამდენი სპექტაკლის ჰქონდა რამდენი სპექტაკლსაც თამაშობდი თვეში სიტყვაზე თვითონ რამ წელიწადში ანუ რამდენი სპექტაკლი არის ჩაშვებული აი მაგას ჰქონდა მნიშვნელობა და მაგის მიხედვით რომ ძირით ახლა დაახლოებით 2 წელია ჩვენი თეატრი გაჩერებული არის და ანუ 600 ლარამდე არის ოღონდ იქიდე იჭრება რაღაცები მოგეხსენებათ როგორც არის საპენსიო და რა ვიცი ის რომ რაღაცა ერთი სამსახური ქონდეს და ამ ერთი სამსახური თავი ირჩინო მე მგონი მარტო ჩვენ სფეროში კი არა ძალიან ბევრ რაღაცა ესე სახელმწიფო დარგში პრობლემა არის რა მორალურად ადამიანურად ისე გამიტყდა და მე მგონია რომ ეგ საკმარისი არის რა
ყველამ გასაგებად გაიგო რაც მოხდა და როგორც მოხდა, თორე ადამიანი შეიძლება არ იყო პროექტში, შეიძლება სერიალია და დაიწყოს მომავლით ეს სერიალი დაიწყოს ან წარსულით, სადაც შენ საერთოდ არ იყავი ან გუნდში ან კონკრეტულად ამ სერიალში იმ მომენტში არ იყავი და საერთოდ პრობლემა არ არის, ეს ხდება ხოლმე სერიალში და ესეთი პასუხი რომ მიგვეღო არ ამგონია და არც ერთ სამივეზე ვიღებ პასუხისგებლობას, რომ არავის არ ექნებოდა არანაირი რეაქცია, უბრალოდ დამსჯელობითი ოპერაცია ესეთი სახის თან, ანუ რა მიუღებელია ჩემთვის ყველანაირად რა.